ჩვენ დავბრუნდით ეთერში და მე მინდა მაყურებლის შეკითხვასაც გასცეთ პასუხი და ძალიან საინტერესოა, როდესაც მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ განათლება კი ყველა სფეროში და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში დაუცებად გვჭირდება, რა კუთხით იქნება ეს მიწოდებული და რას გეკმავთ ამ მხრივ? დავიწყოთ ისევ სტატისტიკას დაუბრუნდით, რა ვიცით ზოგადად აბორტების სტატისტიკის შესახებ და რა საშუალებები არსებობს ამ, თქვა, ციფრის შესამცირებლად. ზოგადად სელექციურ აბორტზე არ არის საუბარი, მთლიანად საქართველოში ყოველწლიურად 39-დან 40,000-მდე აბორტის შემთხვევა ფიქსირდება. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი, რომ არ ასახავს კიდევ რეალურ სურათს. შეიძლება ბევრად უფრო მეტი იყოს, უბრალოდ არ ფიქსირდებოდეს თუნდაც, თქვა, ჩანაწერებში და რუტინულ, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ სტატისტიკაში. დღეს, როდესაც არსებობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით, თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე კონტრაცეპტიული აბები, იგივე საშუალო შიდა, თქვათ, სპირალები. დღეისთვის ბოლო მონაცემებით საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა მხოლოდ 1/3 მიმართავს თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და აბორტი სამწუხაროდ დღემდე რჩება ოჯახის დაგეგმარების ერთ-ერთ წამყვან მეთოდად, რაც არის ნამდვილად მიუღებელი და ის ზუსტად ამ კუთხით გვაქვს ჩვენ სამუშაო. თუ კი თქვენ მაინც გეგმავთ, რომ აიცილოთ, ოჯახის დაგეგმარება, რა თქმა უნდა, ეს არის ცალკე განსჯის საკითხი, რელიგიური, მორალური და თქვა ინდივიდუალური არჩევინისა, მაგრამ თუ კი დგება აუცილებლობა და დგება, თქვათ, გადაწყვეტილება ოჯახის დაგეგმარების, არსებობს ბევრად უფრო დამზოგველი, ბევრად უფრო ნაკლები ინვაზიური და დედის ჯანმრთელობისთვის და მომავალი ორსულობებისთვის ბევრად უფრო ნაკლებ საზიანო მეთოდები, რომელსაც ქვია ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე, თქვათ, საშუალებები. ამ კუთხით გავაკეთოთ ჩარევა. თუ კი ორსულობა დადგა და ორსულობის შეწყვეტაზეა საუბარი, იქაც არსებობს მედიკამენტოზური ორსულობის შეწყვეტის საშუალებები, რომელიც ისევ და ისევ დედის ჯანმრთელობისთვის არის ბევრად უფრო ნაკლებ საზიანო, ვიდრე თქვათ ქირურგიული წესით, თქვათ აბორტის ჩატარება. რაც შეეხება რეგულაციებს, 12 კვირამდე დასაშვები არის არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა. ისევ და ისევ თქვენ მშობლების არჩევანი და ამ შემთხვევაში ექიმის ეს თქვა თანამონაწილეობა და თქვა თანამშრომლობა, რომ თქვა მოხდეს აღსრულება იმ გადაწყვეტილების, რომელიც ოჯახმა მიიღო. აი ზუსტად ოჯახმა მიიღო. ექიმი არ აძალებს აბორტს. არავითარ ოჯახმა მიიღო. ანუ ჩვენ აი ამ სწორად ამბობს ახლა. აი ეს მინდა ბევრჯერ გამეორდეს. შემდგომ უკვე 12 კვირის შემდგომ ბატონვადაც ამ უკვე თქვა ტექნიკური კუთხით უფრო მეც გვესაუბრება ამ საკითხებზე, მაგრამ 12 კვირის შემდგომ დასაშვებია აბორტის სამედიცინო ჩვენები. მაგრამ დღეს ჯერ კიდევ ძალაშია მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის ბრძანება, სადაც არის ძალიან ვრცელი სია სამედიცინო ჩვენებისა, თუ რა დროს შეიძლება გაკეთდეს აბორტი. ეს სია არის გადასახედი, ბუნებრივად 13 წელი გავიდა, ტექნოლოგიები შეიცვალა, ადრე თუ კი ინფექციური დაავადებები და ესეთი დღეისთვის უკვე ბანალური ენდოკრინული დაავადებები ითვლებოდა სამედიცინო ჩვენებად, დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დღეს თუნდაც HIV ინფექცია, შიცის შემთხვევაში არსებობს ტექნოლოგიები, რომ სწორი პროფილაქტიკური მკურნალობით 98% შემთხვევაში, თუ კი დედა არის ინფიცირებული HIV ვირუსით, ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი, თუ კი ჩატარდება ორსულობის პერიოდში შესაბამისი მკურნალობა. დიდი ბოდიში, თუ შეიძლება ჩავერთო, ეხლა მე სტატისტიკა ვნახე, არ ვიცი რამდენად სწორია, 2005 წლიდან 19,700 აბორტი გაკეთებული, 2011 წლის ბოლო მონაცემი რაც უყურებ 30,000-ზე მეტია. აქვე თქვენ ამბობთ, რომ კანონია გადასახედი. მეტი რაღაც სტატისტიკა უნდა იყოს და მეტი რაღაც მიზეზი უნდა იყოს, რომ ამ კანონს შევეხოთ და ეს კანონი კანონი უკვე გადახედვის პროცესშია და ჩვენ მართ შეგვექნება. არა, ეგ გასაგებია ახლა, მაგრამ რო იზრდებოდა ეს სტატისტიკა, ხომ მივხვდით რომ გასაკეთებელი. სტატისტიკის გაზრდას ორი ინტერპრეტაცია აქვს. ერთი, როდესაც ხდება სტატისტიკის აღრიცხვიანობის დარეგულირება და ხდება უფრო მეტი გამოვლენა, რაც შეიძლება აღიქვებოდეს როგორც გაუარესება სიტუაციის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რეალურ სურათის დადების საშუალება
განსაკუთრებას გვაძლევს. იგივე არის ბევრი მიმართულებით ჯანდაცვის სისტემაში, ამიტომ 19,000-დან 30,000-მდე აბორტის გაზრდას იმ ფონზე, რომ რეპროდუქციული ჯანდაცვის კვლევები გვეუბნება, რომ აბორტების საერთო რიცხვი შემცირებული და კონტრაცეპტიული, თქვა, საშუალების მოხმარება გაზრდილი, თუმცა არასაკმარისად, ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გვაქვს საუბარი სტატისტიკის გაუმჯობესებაზე და ის 19,000 2005 წელს არასახავდა რეალობას, ისევე როგორც დღესაც ვიცახით, რომ 40,000 აბორტი ფიქრობთ, რომ არასახებს სრულად იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ ისე და ისე დაველოდოთ კვლევას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისკენ, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი უკეთესად. პირველ რიგში კეთდება იმ ministris ბრძანების ჩამონათვალის გადახედვა, რომელიც ძალიან ფართო არჩევანს უტოვებს, როგორც დედას, ასევე თქვა სამედიცინო ასეთ ჩვენს კოლეგებს, ხელოვნურად შეწყვეტის ორსულობის. ხალხასთან აღნიშნოთ ყოველთვის 12 კვირის ზევით. 12 კვირის ზემოთ, დიახ. სხვადასხვა სტატისტიკაში ძალიან ცოტა ფიქსირდება სტატისტიკურად 12 კვირის ზემოთ ჩატარებული ორსულობისა, რაც თუ კი სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სამედიცინო ჩვენებები არის გადასახედი და ასევე არის გადასახედი და იწერება დღეს მიმდინარეობს მუშაობა ექსპერტთა პანელის საშუალებით აბორტის პროტოკოლი. ანუ რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს, რა ეტაპზე უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, რა პირობებში, იგივე ამბულატორიული, სტაციონარული და ასე შემდეგ, რომელიც მარტში დასრულდება და გვექნება პრეზენტაცია. ისევე როგორც თქვა საკეისრო კვეთების შემთხვევაში ჩვენ და გასაგვირად არ არსებობდა ეროვნული სტანდარტი, აბორტის შემთხვევაშიც არ არსებობს ეროვნული სტანდარტი, თუ როგორ უნდა რეგულირდებოდეს ეს საკითხი. ეს თემა ესე იგი მუშავდება, მარტში გვექნება ახალი განახლებული, ასე ვთქვათ, რეგულაციების პაკეტი და აუცილებლად ისევე როგორც საკეისრო კვეთის შემთხვევაში, აქაც იქნება ყურადღება გამახვილებული პირველ რიგში მშობლების ინფორმირებულობაზე, ანუ საკონსულტაციო ეტაპზე, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული აბორტი და მხოლოდ კარგად გაცნობიერებული რისკების ფონზე მოხდეს, თქვა, უკაცრავად, მაგრამ თუ ამაში განათლების სამინისტრო არ ჩაერთო თქვენთან სერიოზულად, მე ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ გატარებული ზომები ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გარკვეულ ეფექტს. ეხლა სასწრაფოდ თუ არ მოხდეს კონსოლიდაცია სხვადასხვა სფეროების, მე მგონი რომ ძალიან ხანგრძლივი ყველაზე ჩქარე რა ვსევდება? ჯორი. აი მე თქვენ მოგცემთ ეხლა საშუალებას, გავაყვითოთ ეს ნაწილი და მეორე დღეს თელფილით ეს საკითხი ზეწოდინება რა არის. ეხლა მე გეტყვით ამას პოპულარულ ენაზე. აი ამ წუთას. როცა სასურველ ორსულობაზე ვლაპარაკობ ამ წუთას, დაორსულდა ადამიანი. გაჩნდა ახალი სიცოცხლის პირველ წყარო. კაცის გამეტა, ქალის გამეტა, დიდი ატომური დაჯახება და ახალი სიცოცხლე. ქალის ორგანიზმში წარმოიშებიან უამრავი იმუნური ჯარისკაცები, მე პოპულარულ ენაზე ვლაპარაკობ, რომლებიც აისხამენ იარაღს და ჩადგებიან მომავალი სიცოცხლის და დედის სამსახურში. განანეს. როცა ეს ეტაპები იქ არის ჩანასახის, საყოფის, პირველ ტრიმესტრი, მეორე, მესამე, რისკები, პლაცენტის პრობლემა, უამრავი, გარეგანი, შინაგანი, გენეტიკური დასავიწყო უამრავია. და როდესაც ესენი მშვიდობიანად მიიყვანენ დასრულებულ ვადამდე და დაიწყება მშობიარობის პროცესი და ეს დატოვებს ჯანსაღი, ცოცხალი, ნაყოფი დედის სხეულს, ეს ჯარისკაცები ამოიშუქავენ, იარაღს დაალაგებენ და თვით ლიკვიდაციას აწარმოებენ. ეხლა აბორტის დროს რა ხდება? ეს ჯარისკაცები, რომლებიც არიან 280 დღეზე, მინიმუმ 266, მაქსიმუმ 294, 280 დღეზე გაფრთხილებული ჯარისკაცები, შენ მე-20 დღეზე ან 25 დღეზე შეწყვიტე ის რისთვისაც ესენი გაჩნდნენ. აბორტი გააკეთე. ეს ჯარისკაცები მოუტრიალდებიან დედას და ესვრიან, კლავენ გულსიზრდათა სისტემას, ნერვულ სისტემას, ენდოკრინულ სისტემას, ყველაფერს უსპობენ დედას. აბორტი არის ქალის თვითმკვლელობა. როცა ქალი იკეთებს აბორტს, ისა თვითმკვლელობა. გეუბნება ერთი ადამიანი, გეუბნება მეორე. გთავაზობ არასასურველი ორსულობის, თავიდან აწილების გენიალური გზები არსებობს. მარხვიდან დაწყებული, მენსტრუალური ციკლის მარხვით
და ესა თუ არა რეგულირებადი ექიმი არსებობს და დაგირეგულირებს და მოგეხმარება, აქ ექიმი კი დაგიდგება გვერდზე და მერე არსებობს მექანიკური საშუალება, მამაკაცის, ქალის, საშვილოსნოს შიდა საშუალება, მუდმივ მოქმედი 3 წლიანი, 5 წლიანი საშუალება, არსებობს ქიმიური საშუალება, არსებობს ჰორმონალური საშუალება, ბოლო მილის გადაკვანძვა. დასრულებული რეპროდუქციული დაწერა დასრულებული და უკვე იმის მერე აღარ ფიქრობ. თუმცა ამის გინეკოლოგიას უფროსთაობას ეს არ უყვარდა. არ იცი რომ ამოგივა შენ და ამას წინასწარ ნუ მოიწრი. ეხლა ერთი ჭორი გავრცელდება კიდე რომ მაყურებელს არ უშვებთ ეთერში და. კი ბატონო. მოგესალმებით. გამარჯობა. ისმენთ ეთერში. ისმენთ. აი, გავრცელდება. აჰა. გასაგებია. დავიდე ჯორჯს კარგი, მაშინ გავაგზავნოთ, იმიტომ რომ არ დაგწობებით რომ და უნდა ასეთ. ხო, თუ არა მე უბრალოდ ისე ვიმკითხავს მინდა დავიდე. ბოდიშა ის მინდოდა მეთქვა, აი, ჩვენებები, რომ ჩემ გულში ის და ვარიანტი ეს რო თქვა. საკეშო პედასაც იგივე ეხება და ამას აუცილებლად განახედვა ჭირდება, აბა. მედიცინა რატომ არის? მედიცინა დამხმარე. დამხმარე. მედიცინაში ფული კი არ უნდა ჩაიდოს გაკეთებულ საქმეში. მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს გასაკეთებელ საქმეში. და მედიცინას უნდა ქონდეს გაცილებით მეტი დაფინანსება, რომ საგანმანათლებლო კუთხით იქნება, ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით იქნება, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით იქნება, ეს ყველა დონეზე მედიცინა კომპანიების კუთხით. ხო და აქ იდოს ეს კუთხე. ინფრასტრუქტურა, ამაზე დიდი ინფრასტრუქტურა არსებობს მედიცინაზე. ძალიან დიდი ბოდიში, სანამ ჩვენ ახლა გამოვაცხადეთ ჩვენი ინტერაქტივის პასუხებს და გადავიდოდეთ ფინალურ სტადიაზე, უნდა დაგეშვიდობოთ, მაგრამ მაინც მინდა განსაზღვროთ ერთი რამ, რაც არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და თქვენი აზრი მინდა კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ ამის შესახებ. როცა ლაპარაკია სელექტიურ აპორტზე და ზოგადად აპორტზე, არის თუ არა ეს რაღაცა მენტალური სიმახინჯე, როდესაც ერი მთელი ყოველ შემთხვევაში მისი საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ნორმალურია, როდესაც შენ აირჩევ ბავშვს სქესის მიხედვით. რომელსაც პრეტენზია აქვს მორწმუნეობას. პრეტენზია აქვს, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე კიბე. იცით რა, მოდით მაშინ სალომე, ამ შენ შეკითხვასთან ერთად ვიტყვი ინტერაქტიულ შედეგს, იმიტომ რომ მინდა გითხრა პირდაპირ კავშირშია. ჩვენ შეკითხვა ასეთი იყო, უნდა იგრძალოს თუ არა საქართველოში აბორტი და 71%-მა უპასუხა რომ დიახ. ანუ ის აკრძალვის ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ის ისე არ უცნაურია ნინო, რა დაგვესვა კითხვა, რომელი გირჩევიათ ბავშვი შოყავდეთ, ბიჭი თუ გოგო, არ არის გამორიცხული ყოფილიყო 71-ს ასევე ეთქვა რომ ბიჭი და დანარჩენს ეთქვა რომ გოგო. არ ვიცით, ახლა ამიტომ იცით, მე ყოველთვის ფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი კოლეგებიც თავს ვიკავებ ისეთი კაცრი შეფასებებისგან და რადიკალური, ეს თქვით, გამოხატვის აზრის. რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც ქართველისთვის, როცა ვგებულობ, რომ ხდება სქესის გამო ორსულობის შეწყვეტა, როგორც პიროვნებისთვის, ეს არის ჩემთვის ნამდვილად შოკის მომკვდარი, იმიტომ რომ ეს მიუღებელია. რაც შეეხება, თქვათ, ეროვნულ დონეზე განზოგადება ძალიან რთული, იმიტომ რომ დღეს თუნდაც ჩვენს ეთერში ორი ქალბატონი იყო, რომელიც მრავალშვილიანი დედა ბრძანდებიან და ნუ მივესალმები და ნამდვილად, არ ვიცი, ქეც ვიხრი. ნამდვილად ქეც ვიხრი. კი, ძალიან მრავალფეროვანია, თქვათ, სიტუაცია. ჩვენც ისიც ვიცით, რომ როგორც მსოფლიო პრაქტიკაში, ასევე ალბათ საქართველოში კვლევა გამოგვივლენს, რომ განსაკუთრებით ენიჭება სქესის მნიშვნელობა ანუ მესამე და შემდგომი ორსულობის დროს. თუ კი თქვათ, პირველი მე ორი ან სამი შვილი არის დედობითი სქესის, შემდგომ ხდება უფრო მეტი აქცენტირება სქესის არჩევის. ამიტომ ზოგადად, რა თქმა უნდა, მიუღებელია, როგორც პიროვნებისთვის, ჩემთვის მიუღებელია, როგორც თქვათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისთვის, მიუღებელია თუნდაც ის, რომ არასწორად ხდება ინფორმირება პაციენტის, რომ თუნდაც 12 კვირამდე მათ შეუძლიათ მიიღონ ზუსტი დაზუსტება, თქვათ, სქესის შესახებ ორსულობის მიმდინარეობის დროს და იცით, სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთის მაგალითი, როდესაც იყო ერთი ბავშვის პოლიტიკის, თქვათ, საკითხი, იქ გენდერულ სელექციაზე ქონდა კიდევ სხვა დატვირთვა. ეს არ იყო მხოლოდ სქესის, თქვათ, არჩევის მომენტი. ჩინეთი ალბათ არ არის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც ავლენს ამას. საერთოდ აღარ დავხვდე ძალიან მწუხარია. ორი სიტყვა. საქართველოში ადამიანებო შოთა რუსთაველის ქვეყანაში, ისტორიაში. თამარ მეფის ორი მეფე ყავდა, ორივე ქალი. ვინმე ყავდა ქალი მეფე კაცი? კი, როგორ არა? ქალი მეფეა, დედოფლები არიან. ჩვენ ყველას უნდა რუსებს გასაგებია და царица Тамара. ნეტ, царь Тамара.
მეფე იყო, ბატონებო და რუსუდანი მეფე იყო. ლეკვი ლომისასწორია. ძუ იყოს, თუნდა ხვადია. ადამიანებო, რომ ამაზე ამ ქვეყნის შვილები ვარ და ამ თემაზე საუბარი სირცხვილი იქნება. ხო, მაგრამ მოგვიწევს აუცილებლად და ჩვენ აუცილებლად შეგვიძლია დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა.